ბატონო ზურა. კომენტარს არ ვაკეთებ რა, არ დაიხარჯოთ. თქვენთან მთავარი კითხვა არის, რატომ ვერ მოხდა ვიდეო გადაღება? სტატიკურად რომ დაგემაგრებინათ მანქანაში ვიდეო. ამის შესაძლებლობა არ გქონდათ? კომენტარს არ ვაკეთებ, როგორც გითხარით და გაგიმარტეთ. ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით ეს ქონდა ბრალდებულს. მათ ჩაარტყეს მეტრომანი. აი ნუ მეკაჩებით აი ერთის თქვენ გვეკაჩებით და ხელს გვიშლით ირაკლი ახლა სხვას იცავთ ხო თქვენ გამოგარიდეს ერთხელ კორექტულად რა ძალიან გთხოვთ რა ბატონო ზურაბ ნახეთ სტატიკურად რატომ ვერ დაამაგრეთ ხო გაგიმარტე კომენტარს არ ვაკეთებ სტატიკურად მე ვამბობ რა თქვენი საქმე შეგესრულებინათ ეთიკის ნორმებს უნდა თქვენი საქმე შეგესრულებინათ და ვიდეო გადაღება მომხდარი იყო ფიზიკურ ძალადობაზე ამბობს ბრალდებული რომ ჩაარტყეს მას კისერში მეტრომანი შემოარტყეს სახელში აი ახლა ხელს რატო ემაშვა მიხურავ კი არს ახლა რა გინდა პოტენზე ხარ 4 ადამიანით არის მოსული დაცვა. პოლიციელი დაცვით რატო გადაადგილდება თქვენი აზრით? ჟურნალისტთან დაცვა არის საჭირო? აი მორჩა გეყოფა რა დავთავრე. თქვენ ზინოკინეს საქმეში იყავით ანალოგიური ჩვენება მიეცით. მოდი გამოდი. ერთ საქმეზე მუშაობ. ხვეწებია მორჩი რა ეს ინტრიგნობები რა. ინტრიგნობა რა არის? არა ინტერესებს თქვენა. ჩადებასთან დაკავშირებით არის პრეტენზია უვადო პატიმრობა შეიძლება დაემუქროს ადამიანს.